უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყველაზე სწორი ადგილი არის გასაპროტესტებად. 9 დღე არის რაც ვიმყოფებით თესეუს პირველი კორპუსის ფოიეში. ნავით უწყვეტი პროტესტი არის შესაბამისად უვადო პერიოდი გვაქვს არჩეული, ასე რომ კონკრეტულ თარიღამდე არ ვართ, ვიქნებით მანამდე სანამ საჭირო იქნება ჩვენი აქ ყოფნა. პარლამენტთან აქციებზე დგომის გარდა შეგვიძლია რომ უფრო საჭირო საქმე გავაკეთოთ და ეს უფრო საჭირო საქმე არის უნივერსიტეტებში ამ პროტესტის გადმოტანა. რაც მგონია რომ უფრო ლოგიკურია, იმიტომ რომ პროტესტი რაც უფრო მასშტაბური იქნება, რაც უფრო ბევრი კერა იქნება, რაც უფრო ბევრი წერტილი იქნება, სადაც ეს პროტესტი და ეს მუხტი არის და ისმის ამ პროტესტის ხმა, უფრო კარგი იქნება და უფრო ლოგიკური იქნება. დაიღალო რაღაც მომენტში და ეს ახში მინდა წასვლა, რომ წამოვწვე, დავისვენო და ფილმს ვუყურო და რაღაც ნორმალური ცხოვრება მქონდეს და ამ მომენტში, რა ვიცი, უბრალოდ ვცდილობთ ხოლმე, რომ შეიძლება თქვა ვიღაცამ დასვენების დღე აიღოს, შეიძლება რომ უბრალოდ ვილაპარაკოთ და გავიხსენოთ ის მთავარი მიზანი, რისთვისაც დავიწყეთ ეს პროტესტი და მე აი ამ მიზნისთვის ბრძოლა, რასაც გავიაზრებთ იმ მომენტში, რომ რატო დავიწყეთ ეს ბრძოლა, ხო? როცა ამას გავიაზრებთ ხოლმე, მე უკვე მარტივი ხდება და გიღირს ის დაღლაც და ენერგიას და ასე შემდეგ და აი ის იმის არ მჯერა მე, რომ ეხლა დავიღლებით და მე წავალთ სადმე. ეს ჩვენ დავწერთ ყველა რეჟიმის პატიმრის სახელი და გვარები და გადმოვფიქრეთ იქ სადაც ყველაზე კაფეოდ გამოჩნდება ეს ყველაფერი ვარაცხევის ასე ვთქვათ ხარეს. ჩვენ არ ვართ კომუნისტები, რომ ყველა ერთ იდეოლოგიას უნდა მიყევოდეთ, ყველას განსხვავებული აზრები აქვს და მათთან ერთადერთი რაც მან ქმნიდა რომ მათ ვესაუბრო, ველაპარაკო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, მათი სათქმელი მოვისმინო და სადაც ერთ კონსენსუსამდე შევიჯერდეთ, სადაც მას დავეთანხმები და ის დამეთანხმება მე. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, მათ შორის არიან ჩვენი თანაუნივერსიტეტელები, თესეულები. ჩვენი თესეულში ყოფნა არის ასე ვთქვათ განუსაზღვრელი, ჩვენ აქ იქამდე ვიქნებით და იქამდე გავაპროტესტ და იქამდე ასე ვთქვათ გავაგონოთ ხალხს თესეულის კედლებიდან ჩვენ ხმას, სანამ ეს საჭირო იქნება. მაგრამ თავი რაც არის ის არის რომ ბრძოლას არ ვწყვეტ არასდროს, ვიბრძვით ასე ვთქვათ სამართლისთვის და ვიბრძვით სიმართლიანობისთვის.